თქვენ ალბათ კარგად იცნობთ მამარდაშვილს, კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს, მაგრამ რამდენად კარგად იცნობთ მაიკო ბებიას, თათია გაბუნიას ან ნინო პასიკაშვილს. ისინი საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელები არიან. ყოველდღე თამაშობენ, ვარჯიშობენ, იმარჯვებენ, ხანაც მარცხდებიან და მაინც მათი სახელები არ ვიცით. რატომ არ ვიცნობთ ჩვენ ქალ ფეხბურთელებს ისე კარგად, როგორც კაცებს? რატომ არ ვხედავთ მათ სარეკლამო ბანერებზე ხშირად? ან რატომ არ ლაპარაკობს მათზე საკმარისად ქართული სპორტული მედია არხები? და რატომ არ აჩვენებს მედია მათ ემოციებს, ტკივილს, სიხარულსა და გამარჯვებებს, ისე ხშირად, როგორც კაცებისაც აჩვენებენ? მოდი ერთად გავარკვიოთ. რამდენად კარგად იცნობენ ფეხბურთის მოყვარული ბავშვები ქალ ფეხბურთელებს, ისე როგორც კაცებს? ჩაკვეტაძე. არ ვიცი. ჩაკვეტაძე. არ ვიცი. ჩაკვეტაძე. აზი არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. ნეიმარი. 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 ნეიმარ. არ ვიცი. არ ვიცით. არ ვიცი. არ ვიცი. არა. არ ვიცი. არ ვიცი. პედრი. არ ვიცი. პედრი. არ ვიცი. პედრი. 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 არ ვიცი. 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 მამარდაშვილი. 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 არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. მიქაუტაძე. მიქაუტაძე. მიკაუტაძე.